ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამარჯობათ. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზის აკადემიის კვლევები. გადაცემის სამყარო და ავტორი გია კვაშილავა ვარ, ფაზის აკადემიის პრეზიდენტი. დღეს ვაგრძელებთ იმ თემას, რაც ჩვენ წინა გადაცემაში გავაჟღერეთ. წინა გადაცემაში საუბარი ჰქონდა პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის მათემატიკურ მოდელზე. პირველ პერიოდი. ასეთი ნაწილი წარმოვადგინეთ ის შედეგები, რაც მიღებულია მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების შედეგად. დღეს საუბარი გვექნება მეორე პერიოდზე. პროტოქართველური მოსახლეობის სვანურ და ქართულ კოლხური მოსახლეობებად ტრანსფორმაციის მათემატიკური კომპიუტერული მოდელები. ყოველ შემთხვევაში ეს თემა ძალიან საინტერესოა, თემა დამუშავებულია პროფესორ თემურ ჩილაჩავას, ასისტენტ პროფესორ გიორგ პოჩხუასთან ერთად, თქო, ჩვენ მონაწილეობთ. მოკლედ გავიაზროთ, რომ ჩვენ მიერ ამ ჯგუფის მიერ შემოთავაზებული იყო პროტოქართველი მოსახლეობის ქართულ მეგრულ ლაზურ სვანური მოსახლეობა ტრანსფორმაციის სცენარი. პირველი პერიოდი. პირველ სცენარში შესწავლილია პირველი ეტაპი ძველწესახელწლის 5000-დან 2500 წელი. ეს არის პროტოქართველური მოსახლეობის დინამიკა მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით მიღებული. კერძო შემთხვევაში მიღებულია ზუსტი ანალიზური ამოხსნები, ხოლო ცვლადი კოეფიციენტების ზოგად შემთხვევაში რიცხვითი ამოხსნები. ახლა დღეს რომელზეც ჩვენ საუბარი გვექნება, ეს არის მეორე პერიოდი და შესწავლილია მეორე ეტაპი ძველწესახელწლის 2500-დან 1000 წელი ქრისტესშობამდე ევროპაში მიგრირებული პელაზგების დინამიკისათვის მიღებულია ზუსტი ანალიზური ამოხსნა. აქვე სვანური და ქართულ კოლხური მოსახლეობების ურთიერთქმედების აღწერი ორგანიზმილებიანი დინამიური სისტემა შესწავლილია კერძო შემთხვევაში. ზოგ შემთხვევაში ნაპოვნია ზუსტი ანალიზური ამოხსნები, ხოლო ზოგ შემთხვევაში დამტკიცებულია თეორემები ამ ორი მოსახლეობის, ეს არის ყოველ შემთხვევაში სვანურ კოლხურ ქართულის მოსახლეობის ურთიერთთანაცხოვრობის შესახებ, როცა არ ხდება სვანური მოსახლეობის სრული ასიმილაცია ქართულ კოლხური მოსახლეობის მიერ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ დღეს განვიხილავთ მეორე ეტაპს, ესე იგი სვანური კოლხურ ქართული მოსახლეობის ურთიერთქმედების აღწერს, ზოგად ცვლად კოეფიციენტებიან არაცვლი დინამიური სისტემების მოდელირებას, როგორც ეს არის მათემატიკური, ისევე კომპიუტერული მოდელირება. ცვლადი კოეფიციენტების სახით აღებულია ხარისხოვანი და მაჩვენებლიანი ფუნქციები. ჩატარებულია მრავალრიცხოვანი კომპიუტერული ექსპერიმენტი. ახლა ორივე მოსახლეობის დადებითი დემოგრაფიული ფაქტორის შემთხვევაში ნაჩვენებია, რომ სვანური მოსახლეობა დაახლოებით 0.5-დან 0.6 მილიონიდან მიუხედავად სტატი დემოგრაფიული ფაქტორისა ასიმილაციის შედეგად შემცირდა 0.3-0.4 მილიონამდე. ეს ასიმილაცია ხდება კოლხურ ქართული მოსახლეობის მიერ. კოლხურ ქართული მოსახლეობა კი 2.4-დან 2.5 მილიონიდან გაიზარდა, როგორც თქვით, როგორც ვამბობთ, 3-დან 4 მილიონამდე. პირველ პერიოდში ჩვენ წინა გადაცემაში რომელზეც საუბრობდით, პროტოქართველური ტომები საწყის დროში, ძველწესახელწლის 5000-ში, ანუ თეოდრის ნულს, იყო მილიონი. გაიზარდა ორ შემთხვევას ვიხილავთ აქ ჩვენ პირველ პერიოდში. პირველ ეტაპზე გაიზარდა სწრაფად 4.5-მდე, 4.6 მილიონამდე დაახლოებით, მაგრამ მარტივად რომ თქვათ, ეკონომიკური რესურსების და სხვა რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, ეს რიცხვი ვერ შეინარჩუნა და ჩამოვიდა 3.5-3.6 მიათამდე. მეორე შემთხვევა კი არის ასეთი პირველ პერიოდისა, რომ პირდაპირ გაიზარდა 3.5-3.6 მილიონამდე. ყოველ შემთხვევაში ჩვენი
კვლევის შედეგად, ან ჯგუფის შედეგად, პელაზური ჯგუფის კვლევის შედეგად მიღებულია, რომ ძირითადად პირველი შემთხვევა უნდა ყოფილიყო რეალურად, ესე იგი მილიონიდან გაიზარდა პირდაპირ სწრაფად 4.6 მილიონამდე პროტოქართველური მოსახლეობა და შემდეგში გარემო პირობებიდან, რესურსებიდან, ეკონომიკური რესურსების სიმწირის გამო, შეზღუდულობის გამო, ბევრი რიგი ფაქტორიდან გამომდინარე ეს რიცხვითი მნიშვნელობა ვერ შეინარჩუნა და ჩამოვიდა 3.5 მილიონამდე. ახლა განვიხილოთ, სწორედ დავუბრუნდეთ მეორე პერიოდს, ეს არის წელიწადაღრიცხვის 2500-დან 1000 წელი, პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის მეორე პერიოდი, როდესაც დაიწყო ინდოევროპული და ნაწილობრივ სემიტური ტომების გადანაცვლება და მათი სათანადო ზემოქმედებამ პროტოქართველური მოსახლეობა დაშალა. ამ ზემოქმედების შედეგად პროტოქართველურ მოსახლეობას გამოიყო ერთი ნაწილი ეგრეთ წოდებული პელაზგები, ზოგადად ყველას უწოდებთ ამას, რომლებიც რაოდენობრივად 0.5 მილიონი წავიდა, ანუ 500,000 წავიდა ევროპაში და შემდეგ მას გამოიყო პროტოქართველურს გამოიყო სვანური კოლხურ-ქართული, ანუ ზანურ-ქართული ენაზე მოლაპარაკე შტოები. არქეოლოგიური მასალების მიხედვით ჩანს, რომ ავტორები ამბობენ, რომ კრეტაზე დაახლოებით 150,000 კაცი უნდა ყოფილიყო. ანუ ეს სცენარი მუშაობს ამ მხრივ. შემდეგში ჩვენ საუბარი გვექნება მესამე პერიოდზე, წელიწადაღრიცხვის მე-11 საუკუნე, წინარე სვანურიდან ჩამოყალიბდა სვანური, ქართულ კოლხური, ანუ ქართულ ზანურიდან დაიშალა შემდეგნაირად ქართულ კოლხურ, ანუ ზანურ შტოებად, სამენაზე მოსაუბრე მოსახლეობის ურთიერთქმედება ამ შემთხვევაში აღიწერება სამგანზომილებიანი, ანუ სამუცნობიანი დინამიური სისტემით. შემდეგი არის მეოთხე პერიოდი, წელიწადაღრიცხვის პირველი საუკუნიდან დღემდე, კოლხური, ანუ ზანური დაიშალა მეგრულ ლაზურად და გვექნება ასეთი შედეგი. ამ პერიოდში არის 4 ენა: ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური, რომლებზეც მოსაუბრე მოსახლეობის ურთიერთქმედება აღიწერება 4 განზომილებიანი, ანუ 4 უცნობიანი დინამიური სისტემით. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, წინა გადაცემაში გვქონდა, რა თქმა უნდა, ეს სქემა წარმოდგენილი, საერთო ქართველურ ფუზენის ტრანსფორმაციის და ტრანსფორმაციისა და გაშლის მოდელის დიაგრამა, სწორედ რაც ჩვენ ხა წარმოგიდგინეთ, ეს სქემის სახით კიდევ ერთხელ ნახოთ. ახლა ჩვენ განვიხილოთ, როგორც ვთქვით, მეორე პერიოდის მათემატიკური მოდელირება, ანუ მეორე პერიოდი, წელიწადაღრიცხვის 2500-1000 წელი ქრისტეს შობა. ორგანზომილებიანი არაცბივი დინამიური სისტემა აღწერს სვანურ, კოლხურ, ქართულ ენებზე მოლაპარაკე პოპულაციების ურთიერთქმედებასა და ურთიერთგავლენას, რომელიც წარმოიშვა პროტოქართველური ენის სვანურ, კოლხურ, ქართულ შტოება დაშლის შედეგად და წარმოდგენილია ლოტკა-ვოტერას ტიპის დიფერენციალური განტოლებათა სისტემა საწყისი პირობებით. ცნობილია საწყის პირობაზეც ვისაუბრებთ, ამ დინამიურ სისტემაში ორი ფუნქციაა უცნობი, ეს არის ქართულ კოლხურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა დროის მომენტში და ვეთი აღნიშნავთ სვანურ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობის რაოდენობა დროში. ამ შემთხვევაში საწყისი მომენტი T1 არის წელიწადაღრიცხვის 2500 წელი და ეს პროცესი გრძელდება T2-მდე წელიწადაღრიცხვის 1000 წელი. გვაქვს დემოგრაფიული ესე კოეფიციენტები ამ დინამიურ სისტემაში გვაქვს დემოგრაფიული ფაქტორები, სადაც იგულისხმება ბუნებრივი გამრავლება და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. შესაბამისად, ეს არის ორი კოეფიციენტი ქართულ, კოლხურ და სვანურ მოსახლეობისთვის. გვაქვს კიდევ ორი კოეფიციენტი ქართულ, კოლხური, სვანური მოსახლეობის რაოდენობის თვითშეზღუდების ფაქტორები და სვანური მოსახლეობის ასიმილაციის ორი კოეფიციენტი. და კიდევ მეზობელ ხალხებთან იძულებითი საომარი მოქმედების გამო ქართულ კოლხური მოსახლეობის არაბუნებრივი შემცირების ფაქტორი, ამ შემთხვევაში ზოგჯერ ხდება ასიმილაცია სხვა მოსახლეობის ან პირიქით დისიმილაცია, სხვა აკეთებს
ასიმილაციას ქართულ კოლხური მოსახლეობისა. შესაბამისად, წარმოდგენილია რიგი შეზღუდვები კანტონებათა სისტემისთვის თვისობრივი ანალიზი მათემატიკური მოდელის ადეკვატურობისა და არატრივიალობის გათვალისწინებით კოეფიციენტებზე დინამიური სისტემის სვლადი კოეფიციენტების შეზღუდვის სისტემა გვაქვს და ეს დეტალები ჩვენ აღწერილი გვაქვს ნაშრომებში, რომელიც გამოქვეყნებულია უცხოეთსა და საქართველოში. კიდევ ერთხელ გამეორებ ავტორები გახლავთ პროფესორი თემურ ჩილაჩავა, მე და ასისტენტ პროფესორი გიორგი ფოჭყვა. მეორე პერიოდი აღწერილია ორი განსხვავებული მათემატიკური მოდელით. ესე იგი, პროტოქართველურად მოლაპარაკე მოსახლეობის ნაწილი, რომელიც სამხრეთ ევროპაში წავიდა, მეტად პელაზგების სახით ვამბობ, ევროპის კონტინენტზე შემდეგ მისული სემიტურ ტომებთან ურთიერთობისას ასიმილირდა და ამის შესახებ შესაბამისი პირობა მათემატიკური არის მოცემული ჩვენს ნაშრომში. უცნობი ფუნქცია, რომელიც განსაზღვრავს იმდროინდელ ევროპაში პროტოქართველურად მოლაპარაკე პირობითად, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ პელაზგების რაოდენობას, აღწერილია ბერნულის ცხრა კოეფიციენტური კანტონებით, რომელსაც ასევე ითვალისწინებს კოეფიციენტის მიხედვით ასიმილაციის პროცესს. და მასზე დასმულია კოშის ამოცანა და მიღებული ამონახსნი მოცემულია კვადრატურებში და ამის სახით ჩვენ ვითვლით და ორი შემთხვევაა გარჩეული, ესე იგი პელაზგები, რომლებიც კრეტაზე და მიმდებარე სივრცეში ცხოვრობდნენ, ისინი ფაქტობრივად რაღაც პერიოდის შემდეგ პირობა არის მათემატიკურად მიღებული, რომ ასიმილირდნენ ინდოევროპელებთან. მაგრამ ნაწილი, რომელიც ინდოევროპელებთან ურთიერთობისას ნაწილობრივ კიდევ სემიტურ ტომებთან თლიანად არ მომხდარა მათი ასიმილაცია, ნაწილობრივ ასიმილაცია მოხდა, მაგალითად ეს შეეხება ბასკებს, რომ ასე ვივარაუდოთ და ბასკების სრული ასიმილაცია ვერ მოხდა, მისი ენობრივი სისტემა შეიცვალა, მაგრამ ეთნოგრაფიული და სხვა შესაბამისი ყოფითი ცხოვრება და რიგი სხვა ფაქტორებიც შეინახა, ანუ სრული ასიმილაცია ვერ მოხდა. ეს არის სრული მათემატიკური წარმოდგენა ამ პერიოდისა, რომელიც ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს იდეა, რომ მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება გამოყენებული იყო და შექმნილი იყო ამ მიმართულებით მოდელები, ეკუთვნის პროფესორ თემურ ჩილაჩავას. დინამიური სისტემის მუდმივი კოეფიციენტების შემთხვევაში, ანუ ჩვენ თქვით, რომ კოშის ამოცანა ბერნულის კანტონებისთვის ცვლად კოეფიციენტები იყო, მაგრამ თუ ჩვენ ავიღებთ დინამიურ სისტემას კონკრეტულად მუდმივი კოეფიციენტების შემთხვევაში, ცვლად კოეფიციენტებისთვის განსაზღვრული პირობებია დასადები და ეს სხვადასხვა შემთხვევები შესწავლილი გვაქვს და ზოგადად ყველაფერი ამ ხრივ რაღაც პირობებით გამომდინარე უნდა მოიხსნას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ დინამიური სისტემის მუდმივი კოეფიციენტების შემთხვევაში, კოეფიციენტებს შორის გარკვეული დამოკიდებულების დროს დინამიური სისტემა დაყვანილია ლოტკა ვოლტერას კანტონებათა სისტემაზე შესაბამისი პერიოდული ამოხსნებით. ზოგადი მათემატიკური მოდელისთვის მეზობელ ხალხებთან საომარი მოქმედებების გამო კოლხურ-ქართული მოსახლეობის თვითშეზღუდვის და არაბრუნების შემცირების არაწყვრივი წევრებია. მუდმივი კოეფიციენტებს შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულების ორ შემთხვევაში ნაჩვენებია უცნობი ვექტორ ფუნქციის დივერგენციის ფაზური სიფრთხის პირველ მეოთხედში ნიშანსვლადობის შესახებ ნახევარწრფეზე გადასვლის, ანუ სხივზე გადასვლისას. და გამოყენებულია ბედიქსონის პრინციპის გათვალისწინებით დამტკიცებულია თეორემები ვექტორული ველის დივერგენციის ნიშანსვლადობისა და შეკრული ინტეგრალური წირის არსებობის შესახებ ცალკეულ არეში, რომელიც შეიცავს ნახევარწრფეზე მდებარე წერტილს, ეს არის ტრაექტორის საწყისი წერტილი. სწორედ ამ კვლევაში წარმოდგენილია მეორე პერიოდის სვანო კოლხურ-ქართული მოსახლეობის ურთიერთქმედების ამღწევი ზოგადი
ცვლად კოეფიციენტი არაცფივი დინამიკური სისტემის კომპიუტერული მოდელირება, ის მათემატიკურ მოდელირებაზე ვსაუბრობთ და ახლა ამ შემთხვევაში კომპიუტერული მოდელირებაზე გვაქვს საუბარი, ცვლადი კოეფიციენტების სახით აღებულია ხარისხოვანი, ექსპონენციალური და ტრიგონომეტრიული ფუნქციები და როგორც გითხარით, ჩატარებულია მრავალრიცხოვანი კომპიუტერული ექსპერიმენტი. ეხლა გავიაზროთ, საწყის მომენტში T1 ეს არის ძველწეთაღრიცხვის 2500 წელი. ამ დროს საწყის მომენტში კოლხურ ქართული მოსახლეობის რაოდენობა არის 2.4 მილიონი, ხოლო ამ საწყის მომენტში T1-ის დროს კიდევ გამეორებ რომ T1 არის 2500 წელი ქრისტესშობამდე, ამ დროს 0.6 მილიონია სვანური მოსახლეობის რაოდენობა. ანუ ჩვენ მათემატიკურად განვიხილავთ საწყისი დროიდან, ეს იგი 0-დან 1500 წელი. ანუ 2500 წელი ქრისტესშობამდე 1000 წელი, ანუ ფაქტობრივად იგივენაირად თუ 0-ად ჩავთვლით 2500 წელს ქრისტესშობამდე, გამოდის რომ 0-დან 1500 წელი. ისტორიული მასალების რიგი კვლევების შედეგად, გარკვეული მათემატიკური ლოგიკის მიხედვით, ჩვენ მიერ შერჩეულია შემდეგი ნიშნულობები. ესე იგი, უფუნქცია იცვლება ფაქტობრივად 3 მილიონიდან 4 მილიონამდე, ეს არის ძველწეთაღრიცხვის 1000 წელს, ანუ ეს არის რომ ვთქვათ მათემატიკის 0-დან 1500 წელი, ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში T2 არის 1500 წელი. სვანური, ესე იგი, V ფუნქცია, რომელიც იცვლება 0.25 მილიონიდან 0.4 მილიონამდე, ეს მონაცემები არის სწორი და რიგი ფაქტორი შეგვიძლია გადავამოწმოთ ისტორიული ფაქტით, ესე იგი, ძველწეთაღრიცხვის 1000-ში ეს რაოდენობა სვანებისა რომ იყოს სწორია, იმიტომ რომ ცნობილია ძველწეთაღრიცხვის მე-7-დან ახალწეთაღრიცხვის 23 წელს სტრაბონის მონაცემებით სვანური მოსახლეობა ზოგადად მას წარმოდგენილი აქვს 200,000-ად. იქ დასახელებულია ცოტა სხვანაირი რიცხვი, ეს რიცხვი აქვს დასახელებული, მაგრამ ზოგადად გამოყავს სვანებს ჯარისკაცები, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მთლიანად არის სვანური მოსახლეობა და ეს ტექსტი, როგორც ვთქვით, სტრაბონში მე-11 წიგნის მეორე პარაგრაფის 19 პუნქტშია მოცემული. ესე იგი, ეს კომპიუტერული მოდელირებისას მეორე პერიოდი ძველწეთაღრიცხვის 2500-დან 1000 წელი, რომელიც შესაბამისად განხილულია მათემატიკურად, ესე იგი, კომპიუტერული მოდელირებით, ექსპონენციალური ფუნქციების 70096 შემთხვევა, ხარისხოვანი ფუნქციებისთვის 439,056 შემთხვევა, ტრიგონომეტრიული ფუნქციებისთვის 354,294 შემთხვევა. და შესაბამისად ეს მოცემული გვაქვს გრაფიკების სახით და ეს დაბეჭდილია ჩვენს ნაშრომებში. მოცემულ კვლევაში განხილული იყო მეორე პერიოდის, ანუ მეორე ეტაპის, ესე იგი სვანურ ქართულ კოლხური მოსახლეობის ურთიერთქმედების აღწერი ზოგადი ცვლად კოეფიციენტებიანი არაცფივი დინამიური სისტემის კომპიუტერული და მათემატიკური მოდელირება, ცვლადი კოეფიციენტის სახით აღებული იყო ექსპონენციალური ხარისხოვანი და ტრიგონომეტრიული ფუნქციები, ჩატარდა როგორც გითხარი მრავალრიცხოვანი კომპიუტერული ექსპერიმენტი და რა გვაქვს ახლა შედეგად. სვანური მოსახლეობის დადებითი დემოგრაფიული ფაქტორის, ხოლო ქართული კოლხური მოსახლეობის ნიშანსვლადი დემოგრაფიული ფაქტორის შემთხვევაში ნაჩვენები იყო, რომ სვანური მოსახლეობა დაახლოებით 0.6 მილიონიდან, მიუხედავად მისი სტადი დემოგრაფიული ფაქტორისა, ასიმილირების შედეგად შემცირდა 0.25-0.4 მილიონამდე. მოგეხსენებათ, რომ ასიმილაცია სვანურ მოსახლეობას უკეთებდა ქართული კოლხური მოსახლეობა. ამ დროს ქართული კოლხური მოსახლეობა 2.4 მილიონიდან 3-4 მილიონამდე გაიზარდა. ამრიგად კომპიუტერულმა მოდელირებამ გვიჩვენა ცვლადი კოეფიციენტების შემთხვევაშიც
ისევე როგორც მათემატიკურმა ანალიზმა მუდმივი კოეფიციენტების შემთხვევაში, რომ არ ხდება სვანური მოსახლეობის სრული ასიმილაცია ქართულ კოლხურ მოსახლეობის მიერ და ეს ორი მოსახლეობა თან აცხოვრობს ერთ გეოგრაფიულ სივრცეში. ეს იყო ჩვენი კვლევის მოკლე მიმოხილვა პოპულარულ ენაზე, ვისაც გაინტერესებს ჩვენი ჯგუფის კვლევები, ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც ვთქვით, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ამიტომ შესაძლებელია ამ ნაშრომის როგორც მათემატიკოსებს თუ დაინტერესებს გაეცნონ. ფაქტობრივად ესე იგი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირებამ ჩვენ საშუალება მოუქცა ახალი გზა გვეჩვენებინა, ახალი კვლევები გვეჩვენებინა ქართველოლოგიურ ლინგვისტიკაში, ქართველოლოგიურ ლინგვისტიკისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, იმიტომ რომ ჩვენ გვეცოდინება უკვე წელიწადაღრიცხვის 5000 წელს დაახლოებით პროტოკართული მოსახლეობა, როგორც ვთქვით, 1 მილიონი იყო. შემდეგში 2500 წელი რომ გავიდა, წელიწადაღრიცხვის 2500 წელს ის გახდა, გაიზარდა, ორი შემთხვევა განვიხილეთ, ერთ შემთხვევაში რომ საფათო 4.6 მილიონამდე გაიზარდა და შემდეგ მარტივად რომ ვთქვათ, ეკონომიკური რესურსების შეზღუდულობის გამო ეს რიცხვები ვერ შეინარჩუნა და ჩამოვიდა, დაიწია 3.6-დან 3.5-დან შეიძლება 3 მილიონამდე. აი ეს არის ძალიან კარგი შედეგი. იქ ორი შემთხვევა განვიხილეთ, რომელზეც ჩვენ საუბარი გქონდა პირველ პერიოდში. ახლა მეორე პერიოდი, რომელშიც წარმოდგენილია წინარესვანური და ქართული მოსახლეობა, ამ პერიოდში, რომელიც დაახლოებით 2500-დან 1000 წელი ჩვენ ეს რიცხვითი მნიშვნელობები წარმოვადგინეთ და შეგვიძლია კიდევ გავიმეოროთ. ესე იგი ამ დროს სვანური მოსახლეობა, როგორც ვთქვით, 0.6 მილიონიდან ასიმილაციას უკეთებს ქართული კოლხური მოსახლეობა, ამიტომ დადებითი დემოგრაფიული ფაქტორიც ჰქონდა, მაგრამ ასიმილაციის შემდეგაც მაინც შემცირდა 0.25-დან 0.4 მილიონამდე. ხოლო ქართული კოლხური მოსახლეობა ფაქტობრივად ამ კომპიუტერული დათვლის შედეგად 2.4 მილიონიდან გაიზარდა 3.4 მილიონამდე. აი ეს შედეგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქართოლოგიურ ენათმეცნიერებისთვის, გვაძლევს საშუალებას ბევრი რიგი მასალა ლინგვისტიკაში უფრო დაზუსტდეს და სათანადოდ ნათელი იყოს ის კვლევები, რაზეც ქართოლოგიაში რიგი საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ფაქტობრივად ჩვენს ამ გადაცემაში მიმოვიხილეთ მეორე პერიოდი და ეს იყო პროტოკართული მოსახლეობის სვანურ და ქართულ კოლხურ მოსახლეობის ტრანსფორმაციის მათემატიკურ კომპიუტერულ მოდელებზე ვისაუბრეთ და ეს იყო მეორე პერიოდი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ეს თემა ამით დავასრულოთ და შემდეგ გადაცემაში გვექნება საუბარი მესამე პერიოდზე, როცა მესამე პერიოდი ეს არის წელიწადაღრიცხვის 1000 წელი პირველ საუკუნემდე წელიწადაღრიცხვით. აი ამ პერიოდში იქნება სამი ენა, სვანური, კოლხური და ქართული და შესაბამის მათემატიკურ კომპიუტერულ მასალებზე, კომპიუტერულ მონაცემებზე პასუხებს წარმოგიდგენთ შემდეგ გადაცემაში, როგორც გითხარით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.